მინდა ახლა გაგახსენოთ 9 აპრილს მომხდარი მცირედი შელაპარაკება მარიამ მეყანწიშვილს სამოქალაქო აქტივისტსა და ბექა დავითულიანს შორის ოცნების სახეს შორის. ეს იყო ძალიან დასამახსოვრებელი კადრები, როცა 9 აპრილს ჯერთი ქართული ოცნების ყველა წარმომადგენელი მივიდა ხალხის შეძახილების ფონზე, გახსოვთ, მათ ეძახდნენ რუსებო, მონებო, თქვენ აქ არაფერი გესაქმებათ და ასე შემდგომ ამ ფონზე ძალიან მცირე დრო დაყო მათ შორის კობახი ყაველაშვილმა, პაპუაშვილმა ადგილზე მალევე დატოვეს ტერიტორია და ვიდრე ისინი მივიდოდნენ, მათ პოლიციის კორდონმა გაუთავისუფლა გზა. გემახსოვრებათ, ამის შემდგომ ცალ-ცალკე მივიდნენ, უბრალოდ ჯგუფ-ჯგუფად მივიდნენ ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლები, მათ შორის ბექა დავითულიანი. მოდით ახლა ვნახოთ კადრები მარიამ მეყანწიშვილისა და ბექა დავითულიანის, ასე ვთქვათ, მარიამი მას ეძახდა იმ ეპითეტებს, რაც მისი აზრით დამსახურებულად ეკუთვნის ბატონ ბექა დავითულიანს. ბექა დავითულიანს კი საბოლოო ჯამში უყუნა ნერვებმა და როგორ მოექცა ის მარიამს, თქვენ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ ეს კადრებში ნახოთ. ამის შემდგომ დავბრუნდებით სიახლით, გაირკვა რომ ბექა დავითულიანმა იქით უჩივლა მარიამ მეყანწიშვილს. მოდით ჯერ ვნახოთ ეს ვიდეო. მოქალაქეები შეძახილი. რა გაქვს თქვენი მათთვის? არაფერი, ნერვები დაიმშვიდან და დღევანდელ დღეს პატივის. ეს ნიშნავს მათ მენტალურ პრობლემებს. იმას, რომ ადამიანებს არ გააჩნიათ არაფრის პატივისცემა ამ ქვეყანაში და არ გააჩნიათ არაფრის მიმართ რაღაცა პიეტეტი, რომ უბრალოდ წუხში მაინც მოიქცენ ისე როგორც საჭირო. მენტალურ პრობლემებზე საუბარი ხდება. გიჟება დაცხადებს საქართველოს მოქალაქეებს? არ ვაცხადებ, ეს არის მენტალურობა, როცა ადამიანი მიდის საბლად რაღაც წუხრის გამოსახატად, თქვენ შეგიძლიათ თქვენი აზრი მერე დააფიქსიროთ, როცა კარგად გზარდებოდეთ თქვენ. ხო და მაგას ნიშნავს მეც არა. თქვენ არ უნდა იგეთ ეგ რომ გაგებთ. თქვენ რომ ამ სიტყვებიდან დეფინიცია გესმოდეთ, აქ არის თქვენ ხართ მოღალატე რუსო მონა, ქვეყნის მოღალატე მონავ, ქვეყნის ინტერესების გამყიდველო, ქვეყნის ინტერესების გამყიდველო. რუსებს და ქვეყნის მოღალატებს არ უნდა არტყმებდეთ. რუსო მონა, მოღალატე მოღალატე და გამყიდველო, რუსო აგენტო, ქვეყნის გამყიდველო, ეროვნული ინტერესების გამყიდველო, ილიას შემარცხენელო, ვაჟას შემარცხენელო და ახალ შემარცხენელო, მერაბ შემარცხენელო, ზვიად გამსახურდია შემარცხენელო, ქვეყნის გამყიდველო, ქვეყნის გამყიდველო, ქვეყნის გამყიდველო მონა, რუსო მონა, მოღალატე ქვეყნის. ხელი გამიშვი, ხელი გამიშერო სახეში დამაკა. შერო არა მაგის იმედი არ ხონდა. არის სიამაყე. ხელი ჩამაგდრა. ეს არის მონა. ხელი მისამართე. ვეღარიგეთ მაქსიმუმის დეფინიცია რომ გესმოდეთ. შენ არაფერი არ გესმის მათ შორის დაუწყებურა. დაიწიე. ხელი მოღალატე, რუსო მონა, რუსის აგენტო, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამყიდველო, შიშრებო და ლაჭრებო. ეს ქვეყანა აი არ მჭირდებია. მონა, ქვეყნის გამყიდველო. შეეხეთ მოქალაქეს, გესმის როგორ იქცევი? ჩვენის ვალდებულება ბატონო ბექა. მოქალაქეს შეეხეთ ხელით ბატონო ბექა. თავი პრეტენზია არის ის, რომ სამოქალაქისგან ისმენით, რომ თქვენი პოლიტიკი თქვენ აქ რუსეთს ეხმარებთ. ხელით შეხების შემდგომ აღმოჩნდა რომ ბექა დავითულიანს იქით აქვს პრეტენზია, იქით უჩევის მარიამ მეყანწიშვილს. სწორედ ისაა ახლა ჩვენი სტუმარი მაგდა მამუკაშვილთან ერთად სამოქალაქო აქტივისტები გახლავთ ორივენი და მარიამ შენთან მინდა დავიწყო საუბარი. უწყება მოგივიდა ხომ, როგორც ვიცი, რას გედავება ეს ადამიანი და საერთოდ შე როგორ აღვასებ იმას, რაც მოხდა. ჩვენ ყველა ვნახეთ, ეს არის ფიზიკური შეხების ფაქტი, მაგრამ იქით აქვს პრეტენზია. რასთან დაკავშირებით? მოკლედ სასამართლოდან მოვიდა უწყება, შემდეგი ფორმულირებით, რომ ბექა დავითულიანს ვითომ
უნდა მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხო, ზოგადად ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ამ ქვეყანაში პატივსაცემი რომ აღარ არის და საერთოდ არაფრად არ თვლიან, ეს უკვე ცალსახაა და ძალიან ბევრი უკანონო დაკავებებით არის უკვე, ესე ვთქვათ, ეს გამტკიცებული, მაგალითად ტროტუარზე დაჭერებით, ნებისმიერი გამოხატვის ფორმის აღკვეთით და ასე შემდეგ. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს გამოხატვის ფორმებს, რა თქმა უნდა, როდესაც ხედავ ქვეყნის გამყიდველს, ვერ გექნება ვერანაირი სხვა ემოცია, გარდა იმ ემოციისა, რაც იმ მომენტში დამეუფლა. ეს ჩემი შეფასება იყო და შეფასებითი ნაწილი თუ იკრძალებოდა სიტყვაში შეურაცხყოფად აღიქმება, მაშინ ძალიან ბევრი საქმე ქონია გამოსაძიებელი სამართალდამცავ ორგანოებს გამომდინარე იქიდან, რომ ყოველ დღე ფაქტობრივად აქციაზე ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული ტიტუშკა მოდის და არა მარტო სიტყვიერ შეურაცხყოფას, არამედ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც გვაყენებენ და მთელი ამბავი ვისაჯეს საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ დამნაშავეები და ვინც გვაყენებს შეურაცხყოფას როგორც ფიზიკურს ასე სიტყვიერს, მათთა თავისუფლება და ჩვენზე აღზრავენ ხოლმე რაღაცნაირად ესე გამოდის საქმეებს. ამ ნაწილში კი ბატონო სასამართლო უწყება მომივიდა 73 მუხლით. ეს არის სიტყვიერი შეურაცხყოფა. და ბექა დავითულიანმა ასევე როგორც ვთქვი განცხადება გააკეთა რომ არც არ მიჩვეული, რის საფუძველზე დაიწყო წარმოება და რის საფუძველზე მიბარებენ ბექა დავითულიანის შეურაცხყოფაზე მიბარებენ 27 აპრილს დილის 11 საათზე საქალაქო სასამართლოში. რა თქმა უნდა მე აბსოლუტურად პასუხისმგებლობას ვიღებ ყველა ჩემს სიტყვაზე, რაც მას უთხარი, იგივეს გამმეორდები, კი არის ქვეყნის მოღალატე რუსი აგენტი, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამყიდველი, აქედანაც მივმართავ არაერთხელ ვეტყვი, არ დამეზარება რა თქმა უნდა და ბოლომდე იქამდე სანამ ზუსტად მისნაერები ქვეყნის გამყიდველები არ დატოვებენ საქართველოს და სამართლებრივად პასუხისგებაში არ მიიცემიან, მე ვერ გამაჩერებენ. ძალიან ბევრ ხერხს და მექანიზმს მიმართეს იმისათვის რომ რაღაცნაირად ჩემი გაშავების კამპანია ეწარმოებინათ და არასრულწლოვნების პერიოდში, როდესაც მე ცეკვავდი აი ამ მომენტში ვიყავს ერთ-ერთი პროექტის მონაწილე აიღეს და ეს კადრები, ცეკვის კადრები გაავრცელეს და მცდილობენ რომ ამ კადრებით მებრძოლონ და რაღაც ჩემში ანტიეროვნული გამოაჩინონ, მაგრამ ვერ შეძლებენ ამას გამომდინარე იქიდან ყველა ადამიანს, რომელიც იბადება ქვეყანაში და ნებისმიერ ქალაქში, სოფელი იქნება ეს თუ რაიონი, აქვს უფლება აკეთოს ის რისი შესაძლებლობა და რისი სურვილიც აქვს. ცეკვა ეს არის ხელოვნება და რობერტ სტურუას ვეფხისტყაოსანი თუ მათთვის აღიქმება ნორმად, მაშინ 15 წლის ბავშვის მონაწილეობა განსხვავებული ფორმის ცეკვი, თანამედროვე ცეკვის ერთ-ერთი მიმდინარეობა არის. მე მგონი არ უნდა იყოს კი ბატონო. ნუ ამით ცდილობენ, ანუ ესეთი ფორმით რომ მოხდა მე და მას შორის დაპირისპირება და პასუხი სხვანაირად ვერ გამცეს, აი ეს რატომ მიმართავს ამას რატო უყვარს ქვეყანა. და კიდევ ერთხელ მიმართავ ამ ადამიანს, მე აუცილებლად წავდგები 27 აპრილს განსხვავებით მისგან სასამართლოში. მოგეხსენებათ რომ წინა кейსებიც რაც იყო თეატრულკიანთა მარიამ ლაშქრთან მიმართებაში არც ერთი მათგანი სასამართლოზე არ გამოცხადებულა. დამკვეთებს, ესე ვთქვათ, ვისაც უკვეთავენ ამ ყველაფერს, მათ აიძულებენ რომ ეს შავი საქმე გააკეთონ და თვითონ არც კი კადრულობენ, რომ სკამიდან ადგნენ და გამობრძანდნენ და მივიდნენ იქ, სადაც ეგრეთ წოდებულ სასამართლოში უნდა გაირკვეს მათივე წამოწყებული საქმეები. კი ბატონო, მაგდა თქვენ როგორ აფასებთ იმას, რაც მოხდა, რაც ვნახეთ ეთერში და მე კი ბატონო. სალამი პირველ რიგში და მადლობა მოწვევისთვის. მე ვიტყოდი რომ აი ბექას ამ კადრებს და მარიამის ამ კადრებს კიდე ხელმეორედ ვუყურე და თვალწინ მიდგას ფაქტიურად საბჭოთა პროპაგანდა, რომელიც ქალებს ისტერიულ ქალებს უწოდებდა, მაშინ როდესაც ისინი დემონსტრაციაზე გამოვიდნენ უკვე ოკუპირებულ საქართველოში 1922 წლის 26 მაისს. და ასე ცდილობდნენ ქალის სახის ესე რომ ვთქვათ დაკნინებას და ქალი როდესაც პროტესტშია ჩვენ ვიცით რომ ის არის შემტევი თამამი. არ გავს აი რაღაცა როგორ ვთქვათ, ანუ იმ ქალმა ძალიან კარგად იცის რომ მისი ადგილი მხოლოდ სამზარეულოში არ არის და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც არის. თან სამზარეულოს არავინ არ ვთაკილობთ, აგერ მარიამი მარტო ხელა დედაა და მარტო ზრდის ბავშვს და ეხლა სამსახურიდან მოდის ფაქტიურად გადაცემაში, ხომ? და ასე ცდილობენ რომ ქალის სახე დაკნინონ და აი როგორ დეჰუმანიზებას ახდენენ, ესე რომ ვთქვათ, აი კალაძის განცხადებაც ვნახეთ, ხო? ეგ მათ ქალი არავინ არის, ესე ამბობს ჩვენზე, ამით ცდილობენ რომ ქალზე ძალადობა კი არ შეიძლება, მაგრამ მაგ ქალებზე ძალადობა შეიძლება, რომ ამით გაამართლონ და მე რაღაც სისულადას
ცდილობდნენ რომ რა გენდერულ თანასწორობაზე გვესაუბრებით, მაშინ როდესაც გენდერული თანასწორობის საწყისი არის ის რომ ქალზე ძალადობა არ შეიძლება და საზოგადოება უნდა დადგეს ამის წინააღმდეგ. ეგ არის მთავარი. ხო? მე ვიტყოდი იმას რომ ბექა დავითულიანის მიმართ მარიამის ეს შეფასებები გამოხატვის თავისუფლებაში სრულად ჯდება. მონა მოღალატეს სამშობლოს გამყიდველო ის საჯარო პირია და თქვენი სვალდებულება აქვს. კი, მცირე უხამსობას კი ჩვენ ვიცით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეგეც კი ხშირად დაშვებულია ხოლმე და გამოხატვის თავისუფლებაში გახავს, მაგრამ აქ უხამსობას ადგილი არ ქონია. ლანძღვა გინებას ადგილი არ ქონია, რასაც გრძნობს ეს ადამიანი, რომ ბექა დავითულიანი ჩადის თუნდაც საკრებულოს სკამში ჯდომით, ის უთხრა მას, ხო? და ეს არის შეფასება პოლიტიკური. ნუ ხა შეურაცხყოფა, მათთვის ყველაფერი შეურაცხყოფა, რა ვიცი, რომ გაიცინო, შეიძლება ეგეც ტაში დაუკრა ადამიანმა დაიჭრეს შეურაცხყოფაო. ყველაფერი რო ისუნთქო ეგეც შეურაცხყოფაა უკვე მათთვის და ეს უკვე უნდა გადაწყვეტოს ობიექტურმა სასამართლომ, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. ყურები და სისხლი გვდის მართლა ისეთ რაღაცებს ვისმენთ ჩვენ სასამართლოში და ზოგადად მინდა ეხა ბოლოს დავამთავრო ესე რომ ქართული ოცნება ხშირად გვესაუბრება კაცობაზე, ტრადიციებზე, ეროვნულობაზე. ქართული ოცნების კაცი, აი ქოცი კაცია, ესე პირდაპირ ვიტყვი, არც ქართველად ვარგა, ეროვნული ცნობიერება რა არის არიცის, არც პატრიოტად ვარგა, რუსეთზე მიყიდა ქვეყანა, არც მამად ვარგა, საკუთარ შვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები გამოუქვეყნა და არც კაცად ვარგა, იმიტომ რომ ქალზე ძალადობა, ქალისთვის შეფურთხება, მათთვის არის ჩვეულებრივი ამბავი და ნორმა დაქციეს. მათ კაცობა გამოშიგნეს, შინაარსისგან დაცალეს. აი და დღეს რომ უყურებდით ჩვენ პოლიტპატიმრებს, რომლებიც ციხეში მართლა ძალიან ღირსეულ სიტყვას იძლეოდნენ და ისტორიული სიტყვებია ეს მე ვიტყოდი, მაგ დროს გრძნობდი რომ ქართველ კაცობას დღეს აცოცხლებს აი ეს ხალხი. ის ხალხი, ვინც იბრძვის პრინციპულად და გაუტეხლად ციხის საკანში და მის გარეთაც. ქართული ოცნება არაფერ, ანუ ქოცი კაცი, ჩემი აზრით, კაცობას ხშირკს ხებს და ეს ქართული არ არის. ქართული ვერაზროს იქნება ქალის ცემა. ეს ვერ იქნება ქართული ტრადიცია. ეს გამორიცხულია, როგორც შეიძლება შენზე სულზე იძალადო და მე ეს გამართლო იმით, რომ ეს ქალი არ არის. სხვა ეს ქოცი ქალია, მაგრამ აი ის ვინც ჩვენ არ გვეთანხმება, ის ქალი არ არის. და გენდერის მიუხედავად თქვენი სვალდებულება აქვს კიდევ ერთხელ განმეორდები საჯარო მოხელე, საჯარო ფიგურას და მით უმეტეს, როცა ის მიდის ისეთ ეროვნული მნიშვნელობის, მაღალი მნიშვნელობის ადგილას, როგორც არის 9 აპრილი, სადაც ზუსტად რომ წყდებოდა თავისუფლების ბედი ამ ქვეყნის და ამ ხალხმა საკუთარი ახალგაზრდა ადამიანებმა მათ შორის საკუთარი სიცოცხლე შეწირეს ამ ქვეყნის თავისუფლებას. ეს იყო კონტექსტი, მარიამ, რომელზეც შენ აკეთებდი აქცენტს, რომ იმ ადგილას ამ ხალხს მისვლის უფლება არ ქონდა იმ პირობებში, როცა ისინი ყიდნენ შენი შეფასებით ამ ქვეყანას და ეძახთ იმას იმ სიტყვებს, რომელსაც შენ ამბობ, რომ გაიმეორებ კლავაც. ეს შინაარსი მინდა გითხო და ვიკითხო, რატომ იყო განსაკუთრებით ემოციური შენთვის ადგილზე ამ ხალხის ნახვა, ეს კონტექსტი ქონდა ამას და თქვენი სვალდებულებაზე აქცენტიც მინდა რომ თქვენგან ვიკითხო. კი ბატონო, ყველა საჯარო მოხელეს, მათ შორის სამართალდამცავს, თუ ისინი რაღაც უნდა აღიქმებიან სამართალდამცავებად. კი, ცალსახად აქვს თქვენი სვალდებულება. ეს საპარლამენტო რეგლამენტში, ეთიკის კოდექსშიც აქვს გაწერილი, დეპუტატებს. თქვენ ვერ აუგზავნოთ მას ადგილზე მისვლას, მაგრამ თქვენ დახვედრის დროს შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი შეფასება. ანალოგიურად ისიც ვერ ამიკრძალავს გამოხატვის ფორმებს. ვერც სიტყვებს გამიკონტროლებს, არ ვიცი, ალბათ ამის მცდელობა კი ბატონო. ცდილობენ, მაგრამ რა თქმა უნდა, შედეგი ვერ მიიღწევა ჩემთან მიმართებაში. ხარ ას ნიშნავს ზოგადად ის სიტყვები და საიდან გამომდინარე მოხდა ესეთი შეფასება. ჯერ ქვეყანაში, სადაც უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები პირები, სოციალურად აუცველი ოჯახები, მოშიმშილე ბავშვები, დიუშენით დაავადებული ბავშვები, ვისაც წამლის ფულს არ აძლევენ და სკოლის ფორმებზე დახარჯეს აგერ 1 მილიონზე მეტი ლარი. აი ამ ქვეყანაში ამ მოცემულობით აი ეს პირები და საქმესაც აკეთებენ, კი რუსული საქმეა. რუსეთში არის ელიტური კორუფცია, აქაც ელიტური კორუფცია არის. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საკუთარი ჯიბები გაისქელონ, აი ისევ გაჭირვებული ხალხის ნაშრომი ფულით, რომელიც არ ვიცი, აი თვითონ თვემდე ძლივს ყოფნით ოჯახებს და უძრობიან ჯიბეებში, იღებენ ამ ფულებს და შემდგომ ჩვენ იმის საშუალებასაც არ გვაძლევენ, რომ ეს ყველაფერი დავგმოთ, გავაპროტესტოთ, გამოვხატოთ ჩვენი ბრაზი. უამრავი ოჯახიდან დღეს არასრულწლოვანი ბავშვები ექსპლუატაციით ჩაბმულები არიან სხვადასხვა
საქმიანობებში. დღეს რომ ბავშვი სკოლაში უნდა იჯდეს და სწავლობდეს, შეცვალა რა რეალობამ, დღეს ბავშვი დადის და ჯარდს აგროვებს. ეს არ არის ნორმა. კი ეს რუსობა, კი ეს არ არის ეროვნულობა. ქვეყანაში სადაც გააქვს იმისი საშუალება, იმისი რესურსები, რომ ყველა მოქალაქეს თანასწორუფლებიანად მისცე იმის შესაძლებლობა, რომ იმუშაოს, ღირსეულად დასაქმდეს და ღირსეული ხელფასი აიღოს და არ იყოს ესეთი არასამართლიანი გადანაწილება ხელფასები პარლამენტარს 16,000 ლარი ქონდეს ხელფასი. იქ არ ვიცი პენსიონერს 500 ლარამდეც არ ქონდეს და საჭმლის და წამლის ფული არ ყოფნიდეს ოჯახს და ადამიანები უძულებულები იყვნენ ემიგრაციაში წავიდნენ ქვეყანა დაიცვალოს ქართველებისგან აიძულო რომ წავიდნენ ამ ქვეყნიდან შენი მოქალაქეები შენ ჩამოასახლო რუსები ოდითგანვე რომ შენი იმპერია ისტორიული იმპერიაა ამას რუსობა ქვია აბა რა ქვია ქვეყანას რომ ქართველების განცლი აიძულებ შენ მოქალაქეებს რომ წავიდნენ აიძულებ რომ არ ვიცი დაბეჭავებული იყვნენ განათლების უფლებას არ აძლევ ჯანდაცვის უფლებას არ აძლევ რუსი ხარ აბა რა ხარ კი რუსულ საქმეს აკეთებენ და აუცილებლად ძალიან მალე პასუხის გებაში მიეცემა თითოეული პირი ვინც აი ასეთ დონემდე მიიყვანა ერი დაყო მარტი მომრავლება და ცდილობს რომ იყიდოს რუსებს ნაწილ-ნაწილ მაგრამ არ გამოუვათ იყო ამის მცდელობები საბჭოთა პერიოდში მაგრამ როგორც ხედავთ 1999 წლის 9 აპრილის ზუსტად ის მემორიალია როდესაც ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად ქვეყნის დამოუკიდებლობა თავისუფლება და ეროვნულობა შეინარჩუნეს და ჩათვალეთ რომ დღეს ჩვენ ვართ მათი საქმის გამგზავრებლები მე პირადად დარწმუნებული ვარ და დარწმუნებული ვარ ჩემი ყველათან მებრძოლი მზად არის საკუთარი სიცოცხლე შეწიროს ამ ქვეყნის გადარჩენას კი ბატონო და მაგდა ზოგადად აი ამ დასჯის მცდელობებზე და შურისძიების მცდელობებზე მინდა დასასრულისკენ კითხოთ ხომ აი ყველა მეთოდს იყენებენ ისინი რომ რამენაირად ეს პროტესტი და გააქრონ პროტესტი როგორ უნდა გააქრო ყველა მასში მონაწილე ან უნდა დააშინო ან უნდა გადააფიქრებინო პროტესტი ხომ აი ეს ფაქტიც შეიძლება ადამიანმა ბოლოს ხელი ჩაიქნიო ხომ ესე იგი არ გავს ამის გამკეთებელს მაგრამ აი ეს მეთოდებზე მინდა კითხოთ მართლა აი ხო ეს არ არის მარტივი ბევრს გონია რომ ქუჩაში დგომა არის მარტივი რუსი კოკობახიძეს ეწერა იმ დღეს და აბსოლუტურად ვეთანხმები რომ არ არის ქუჩაში დგომა მარტივი სიცივეში ყინვაში ყველა ამინჩი და ამას მოყოლებული ჯარიმა დაყადაღებული ანგარიშები სასამართლო სიარული და კიდევ უფრო მეტი იმ სინდისის პატიმრების პირობებში ვინც უსამართლო დააპატიმრეს კი ბატონო. კი, აი 9 აპრილს გავიხსენებდით, 9 აპრილს ისე წვიმდა მთელი ღამე იქ ვიყავით გავათანეთ, იმიტომ რომ ჩვენთვის დილას მისვლა კი არ იყო მხოლოდ მნიშვნელოვანი რომ მათთვის სათქმელი გვეთქვავით. არამედ ისიც რომ 4 საათზე დაიწყო დარბევა 99 წელში და ჩვენ რომ ამ გმირებისთვის ხსოვნისთვის ესე რომ ვთქვათ პატივი მიგვეგო და ღამე ნათევი მოკლედ მარიამი მიდის და სათქმას ეუბნება ძალიან მე დარწმუნებული ვარ საქართველოს ძალიან დიდი ნაწილის ანუ მოსახლეობის დიდი ნაწილის სათქმას ეუბნება მარიამ მეყანწიშვილი იმ მომენტში ბექა დავითულიანს ხო ხო და ეს რაც არ უნდა დასაჯონ ახლა მარიამს რა ვიცი ყოველ კვირაში ურეკავი რა ვიცი რა აღარ გააკეთეს რომ მარიამი გააჩეროთ სისხლის სამართლის საქმე ხო ჩამოუკიდეს რაღაცა საორგანიზებიდო მე დაორგანიზებული ვერაფერი ვნახე მე ხელმეორე გადაკეტვაზე მეორე სისხლის სამართლის საქმე ჩამოუკიდეს ადმინისტრაციულზე ყოველ კვირაში ურეკავენ უყადაღებენ ანგარიშებს დაყადაღებულს კიდე უყადაღებენ ეს მაინც მიდის და მაინც რანაირად უნდა გატეხონ მარიამ მეყანწიშვილი ან მარიამ მეყანწიშვილის ესე ზოგადად კრებსითად ვამბობ ეხლა 500 დღე რო ადამიანები იქ დგანან იმათზე უკვე იმათ რაღაცნაირად აი გამძლეობა შეიძინეს დარწმუნებული ვარ იმ დონეზე რომ უკვე რაღაცა ვეღარაფერი ვეღარ დახურეთ იმუნიტეტი გამოგვიმუშავეს არ ვიცი ხარ მინდა იდეად მიიღონ იმიტომ რომ ამადგან არაფერი არა გამორიცხული ამერიკაში ისეაო კანონები ესეაო იძახენ და შეიძლება იქ მაგას წამხედურობით შემოიღონ კიდევაც დახურეთ და საერთოდ არაფერი არ არის გამორიცხული და უბრალოდ იმას ვამბობ ის მინდა კიდევ თქვა რომ ბექა დავითულიანი ესეთ რამეს ამბობს რომ მე არ მიჩივლიაო იმიტომ რომ კაცობაზე ვითომ მოხვდა რომ ესე გაიქეცი დაწერე რომ უთხარით ეს ყველაფერი და ნუ ფაქტია რომ ბექა დავითულიანის გამო არის აღძრული ადმინისტრაციული საქმე და არ არის აღძრული მარიამ მეყანწიშვილის ძალადობის მიმართ ეს მინდა რომ საზოგადოებამ გაარჩიოს რა ერთის მიმართ რო აღძრულია და მეორის მიმართ როდესაც ადგილი ქონდა ცალსახად ძალადობას ამაზე არ არის აღძრული საქმე აი ეს არის ხალხო უსამართლობა ეს არის უკანონობა და ეს არის განუკითხაობა მეტი კი არაფერი თქვენამდეც რომ მოვლენ ზუსტად ისე მოიქცევიან ხო და ბექა დავითულიანი თუ არ თulis თავ შეურაცხყოფილად მივმართავ რომ მიმართოს შსს და გამოითხოვოს უკან საქმე მეტი ახლა როგორ თქვა არ ვიცი